ეთერში და ახლა ვისაუბრებთ კი ბატონო თემაზე, რომელიც ყველას ძალიან გაგვეხარდა. რატომ გაგვეხარდა ესე გულთან ახლოს რატომ მივიტანე არ ვიცი, მაგრამ მართლა სასიხარულო ამბავია. სტუმრებს წარვადგენ ქავტონი ნანა ჯანელიძე ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და ბატონი ბადრი ჯაფარიძე TBC ბანკის დამფუძნებელი. მადლობა რომ მოგბრძანდით და მადლობა იმ სიახლესთვის რაც გაქვთ პირველ რიგში და ქავტონი ნანასთან დავიწყებ, იმიტომ რომ კინოცენტრი არ არის ეს ახალი ამბავი, რომ უკვე დიდი ხანია აფინანსებს გარკვეულ პროექტებს, ატარებს კონკურსებს, რომელშიც გამარჯვებული პროექტები და ფილმებიც იქცევა რეალობად და ჩვენ შემდეგ ჩვენს გვეძლევა საშუალება შევაფასოთ. მაგრამ იყო პრობლემა, რომ თქვა ეს ფონდი თვად არ იყო საკმარისი იმ რესურსის დასაფინანსებლად, რაც არსებობდა. მე მგონია თავარი პრობლემა, რაც არსებობს კინოცენტრში, ეს არის ძალიან პატარა რესურსი. სახელმწიფო ძალიან მცირე თანხით გვაფინანსებს და ფაქტიურად ერთი ძალიან დაბალ ბიუჯეტიანი ფილმის ბიუჯეტი, მთელი კინოცენტრის ბიუჯეტი, რომელიც აფინანსებს კოპროდუქციას, მოკლემეტრაჟიანს, დოკუმენტურ ძელმებს, ყველაფერს ნუ არ ვიცით, 7 კატეგორია გვაქვს. და მაინც არის ნამდვილად მე ხშირი სტუმარია თქვენი. სწორედ ამას გახშირდება თქვენი სტუმრობები ვიცი, იმიტომ რომ საუბარი როგორღაც უნდა ჩაერთოს კერძო სექტორი. კი და მართალია გითხრათ შაშან გაზაფხულზე დაიწყო ამაზე საუბარი და კულტურის სამინისტროში იყო დიდი შეკრება, სადაც უკვე დაიწყო კანონზე მუშაობა მეცენატობის, სპონსორობის შესახებ და ხელმოქმედების შესახებ. მაგრამ TBC როგორც ყოველთვის გაუსწრო ყველა კანონს, ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებას ძალიან ნელა და მძიმედ მიდის ხოლმე წინ ყოველთვის და გადაწყვეტა რომ აი წელს ეხლა თანაწარმოებაში შემოდის ჩვენს ფილმებთან, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს უკვე კონკურსი, ეს არის დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები და TBC არაჩვეულებრივი ჟესტი გააკეთა, შემოვიდა 100,000 ლარის დაფინანსებით, ეს თანხა განაწილდება ორივე ამ კონკურსზე და ჩვენ მეტ ფილმებს მივიღებთ. ვისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება TBC-თან ამ ბევრი რამის გამო ხა მაგის შემოთვლას მე არ დავიწყებ, არაერთხელ გვისაუბრი აქ. რამ განაპირობა თქვენი ეს გადაწყვეტილება, რისთვისაც დიდი მადლობა მართლაც ყველა სახელით აბსოლუტურად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ნამდვილად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში. ჩვენ გვაქვს ჩემს ძალიან კარგი გამოცდილება, როდესაც ჩვენ იუბილეის მივუძღვენით დაფინანსება 12 ფილმი იქნა გადაღებული, ამ 12 ფილმიდან 4-მა მიიღო გრან-პრი. ეს ხო არაჩვეულებრივი შედეგი. და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ ესეთი პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის იქნება ძალიან მომგებიანი და ჩვენ მივცემთ საშუალებას ნიჭიერ ახალგაზრდა რეჟისორებს რომ გადაიღონ ფილმები. რა თქმა უნდა დაფინანსება კინოინდუსტრიის გაცილებით უფრო დიდი უნდა იყოს და იმედია რომ მომავალში ეს დაფინანსება გაიზრდება, მაგრამ ჩვენ ვქვნით პრეცედენტს ამ პარტნიორობით, რომელსაც ალბათ შემოვერთებიან სხვა კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები. ძალიან კარგი მიბაძვის და კონკურენციის ეს ფორმა მე მომწონს. და კარგია რომ პრესტიჟული გახდეს, რაც პრესტიჟული უნდა გახდეს კორპორაცია, ასე ვთქვათ, ფილმთა. კი, ნამდვილად და არა მარტო კინოსამყაროში თუნებას მომცემთ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუნდაც სხვადასხვა დასების თუ მუსიკალური კოლექტივების შემთხვევაში, როდესაც არის კერძო ბიზნესის იმედად დარჩენილი, რეალურად როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს ბოლომდე თუნდაც ინსტრუმენტები შეძენა და აფინანსოს და ასე და ასე შემდეგ. ზოგადად კონკურსის შესახებ კონკრეტულად. მე მაგალითად სხვა ბანკის წარმომადგენელი იყო, შურით გავსკდებოდი ეხლა და რაღაცა სპორტული აზარტი გამიჩნდებოდა. შურით გასწრება არ ჭირდება, უნდა სპორტული აზარტი გამიჩნდებოდა. ჩვენ მოხარულები ვიქნებით თუ კითხვებით შემოგვიერთებიან, ამდენადაც კინოინდუსტრია მოითხოვს მნიშვნელოვან დაფინანსებას და შედეგები იქნება უაღრესად დიდი, მათ შორის დასაქმების თვალსაზრისით და ახალგაზრდა რეჟისორების წახალისების თვალსაზრისით, ამას ძალიან დიდი შედეგი იქნება პოზიტიური. TBC-ის კინოთეატრიც ფუნქციონირებს. ანუ თქვენი დამოკიდებულება ნათელია უკვე. TBC-ის კინო უყვარს განსაკუთრებით? არ ვიცი რომ ციგნებიც უყვარს ხო? ჩვენ გვიყვარს დავეხმაროთ ხელოვნებას. აბა კონკურსი გითხრათ რომ ხო კონკურსი ხა 7-ში არის ერთი კონკურსის ბოლო, მეორე არის 14-ში, ეს არის მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების. ჩვენ საკმაოდ ისეთი მოკრძალებული ფონდი გქონდა, ერთში იყო 160,000, მეორეში იყო 150,000 და
აი ახლა ესე იგი გაიზრდება. მაშინ როგორ გადანაწილდება, იმიტომ რომ ვერსიაზე გაიყოფა და 50 იქი წავ 50 აქ. და ეს რას ნიშნავს, რომ თქვა გამარჯვებულ პროექტზე უფრო მეტი დაიხარჯება თუ უფრო მეტი პროექტი გაიმარჯვებს? იცით რა, საერთოდ ყოველთვის იმარჯვებს მხოლოდ ხარისხიანი პროექტი. ეს არის ჩვენი ესე აუცილებელი მოთხოვნა. ანუ ჩვენი გვიწერეთ კიდევაც რომ კინოცენტრი იტოვებს უფლებას, რომ თუ არ არის პროექტი ხარისხიანი, ის არ დაფინანსდეს. მაგრამ იმდენად წირია დაფინანსება და იმდენად დიდი ლაშქარი მოდის უკვე აი ამ იმაზე რა ქვია კონკურსებში და იმდენად ნიჭიერი ადამიანები ჩნდებიან ახლებიც და მოზრდილი თაობაც, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეტი ფილმები გვექნება ახლა აი ამ დაფინანსების შედეგად. და ძალიან დიდი წახალისებაა ყველასთვის. და მე როგორია ხოლმე დაფინანსების ფორმა? მე არ მახსოვს 100%-ით ხდება ეს თუ როგორ დაფინანსებს მხოლოდ 75%-ით, თან არა აუცილებლად 75%-ამდე. და დანარჩენი პროდიუსერმა უნდა მოიძიოს. ანუ ეხლა TBC შემოდის აი ამ 75%-ში, აქედან გამომდინარე იზრდება რიცხვი იმ პროექტების, რომელსაც ექნება შანსი რომ დაფინანსდეს. იზრდება იმ ბედნიერი რეჟისორების რიცხვი, ვისაც ეძლევა შანსი რომ გადაიღოს თავისი ფილმი. თან როგორ სიტუაცია ეს ახლა ბიუჯეტს ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ქართული კინოს შესახებ და ძალიან დაბალ ბიუჯეტიანია ხოლმე ზოგადად ფილმები. ზოგადად. და ამ დაბალი ბიუჯეტის ფონზე მიღწევები, ასე ვთქვათ, თუნდაც საფესტივალო ცხოვრებაში, თუნდაც რაღაცა გრან-პრი პრიზები არაადეკვატურია, მოდი ესე პროპორციულად დიდია მიღწევები ვიდრე დაფინანსება. რომ არა მარტო პრიზები, იცით, აი ბოლო სამა ფილმმა ეს იყო რუსუდან ჭყონიას გაიღიმე, შემდეგ ნანა ექვთიმიშვილის ძელნათილი დღეები და ზაზა ურუშაძის მანდარინები, რომელმაც მოხსნა სალა, რომ იმდენი ხალხი დადიოდა იქ და ბილეთს ჩვენ ვერ ვშოულობდით და ვიწყავით ესე გადარეკვა გადმოეკუში ბილეთები გვეშონა. ანუ უკვე მაყურებელს მოტრიალდა კინო დარბაზებისკენ და რაც თავარი ქართული კინოს ხარისხიანი, იმიტომ რომ მაყურებელსაც ხარისხიანი პროდუქცია შეთავაზებს. ჩამოთვალოთ, საკმაოდ ბევრ ფილმს ჩამოთვლით უკვე ბოლო წლებში, რაც ყურებადია მართლა. ვერა, ხო, ალბათ ვერა. ეს მაინც მინდა დავამატო, ეხლა ჩვენ კი სულ რაღაცა საყვედურობთ სახელმწიფოს, მაგრამ ეს არის შედეგი სწორედ სახელმწიფო პოლიტიკისა, რომ ყოველწლიურად ცოტა ეს ბიუჯეტი მაინც იზრდება. სამწუხაროდ 2014-ში არ გაიზარდა, მაგრამ აი ეს ტენდენცია, რომ ნელ-ნელა იზრდება ბიუჯეტი და ადამიანებს გაუჩნდათ უკვე იმედი, რომ შესაძლებელია რომ ის დაფინანსდეს. თან უსაყვედუროთ, თან ცოტა მადლობა უთხრათ. ესე ყავდით, რომ ცოტა უფრო მეტი ყურადღება იყოს ალბათ მაინც. ალბათ მოთხოვნა მე ვიტყოდი თუ მაგალითად ბილეთებზე ესეთი ამბავი იყო, ალბათ უფრო დიდია საქართველოს მასშტაბით, ვიდრე ეს მოთხოვნა კმაყოფილდება, იმიტომ რომ უბრალოდ კინოთეატრებიც არა გვაქვს. ეს რეგიონებში უნდა გაკეთდეს. ესეც კერძო სექტორის გასაგონად უნდა ითქვას? თუ ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა? არა, კინოთეატრი აქვს. მართლა 3 კინოთეატრი გვაქვს და 12 ეკრანი. არც ერთ არ იგრძელება. სად არის ჩემი თანამგზავრი, გაზაფხული? ადრე იყო კინოთეატრი საქართველოში და ყველა სოფლის კლუბს ჰქონდა თავისი პროექტორი და ეკრანი. ანუ საქართველო იყო კინო ფანების და კინომანების ქვეყანა. აი ახლა რაღაც ეს ძალიან შემწირდა და ესეთი წირი გახდა და რაც თავარი მაყურებელმა დაკარგა უნარი, ჩვევა, რომ იდეაროს კინოთეატრში და ეხლა კინოცენტრი კიდე ამას ცალკე აკეთებს რაღაც პროგრამა უფრო კინოში, სკოლაში, მაგრამ მე იმედი მაქვს თქვენ ამაზე მე ცალკე დამეძახით TBC-ც კი შემოვიართ. აი უნდა მეკითხე რა მე ხوار იდეაში ხوار ჯერ არ გაგიხელია? ძალიან საინტერესო პარტნიორი ისოვე თქვენ და არის რაღაც კარტონა ჯადოსნური წრე ერთის მხრივ ბაზრის სიმცირე არ აძლევს საკმარის სტიმულს კერძო სექტორს რომ ინვესტირება გააკეთოს კინოინდუსტრიაში. მეორეც მხრივ თუ არ მოხდა ინვესტირება, ბაზარი არ გაიზრდა. ამიტომ და გავარღვიოთ ეს ჯადოსნური წრე, ალბათ ინვესტირება უნდა მოხდეს აუცილებლად კინოინდუსტრიაში და ეს გაერთიანება სახელმწიფოს კერძო სექტორის ამ შემთხვევაში იქნება, მე მგონი, სასარგებლო მთლიანად ინდუსტრიისთვის, რაც შეეხება თვითონ გაქირავების ქსელს და შემდგომ კინოდარბაზების რაოდენობის დას, მაინც ეს ალბათ ფიქრობ კერძო ინვესტიციის შედეგად უნდა მოხდეს, ვიდრე სახელმწიფოს ჩარევა. თუმცა მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ ცენტრებში, რეგიონულ ცენტრებში თითო კინოთეატრი გააკეთონ ახლა რა. წოდებული კლუბი. არ ვიძახი რომ ხა ისეთი რაღაცა სამი იდეები და დასაწყისისთვის მაინც ჩვეულებრივ ელემენტარულ რაც იყო ყველგან აბსოლუტურად, ხო? რა ვიცი, მე მგონი ალბათ აქაც შესაძლებელია ფორმა მოიძებნოს, რამდენადაც იმ კინოთეატრს შემდეგ შენახვა ჭირდება და მოვლა და პროგრამა. ცხადია. ამიტომ აქაც შესაძლებელია ალბათ პარტნიორობის ისეთი ეფექტური ფორმის მოძებნა.
ფიქრი და საუბარი მიდის უკვე კარგია. მაინც უნდა ვთქვა რა ხდება ამ დარჩი რახან მე ცოტა უფრო მეტი ვიცი, იმიტომ რომ ხა აქედან ამ სექტორიდან კულტურის სამინისტრო იძენს თანდათან პროექტორებს, DVD პროექტორებს და ცალკეულ რეგიონებში ამონტაჟებს ამას და ჩვენ ცალკე გვაქვს პროგრამა რომ რეგიონებში დავაბრუნოთ მაყურებელი კინოთეატრებში და მინდა გითხრათ რომ ამისთვის მე მგონი ინდური ფილმები უნდა გავუშვათ. იცი რა, არა, მოთხოვნების მიხედვით არის. ყურებადობა აქვს ინდურ ფილმებში. რამდენიმე ქალაქია გამორჩეული, რომელსაც დაიწყო მაყურებელმა სიარული კინოთეატრი. მე კიდე ეჭვმაქვს მარნეული, აი რაღაც არის. მე ეჭვმაქვს რომ ქართულ ფილმზე უფრო ის მაყურებელი ინდურზე მეტადაც კი. მეტადაც კი. კი, არა, ნუ ინდური კონკურენციის გარეშეა, მაგრამ თანამედროვე ქართული კინო უფრო დაინტერესებს. კი, ინტერესებს ის თემები, რაც ეხლა აინტერესებს მაყურებელს. და იცით რა არის საინტერესო, რომ ეხლა TBC რო შემოვიდა ამ ასე თქვი წამოწყებით იცით თქვენ რომ ივნისში ჩატარდა მინისტერიალი და 6 კულტურის მინისტრი იყო ჩამოსული აქ და უკვე გაცხადდა ევროპაში კულტურა არის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი დარგი დასაქმების უკვე აი ასე განიხილება რომ ეს არის შემოქმედებითი ინდუსტრია და ანუ ასე ვთქვათ ჩინოვნიკების გონებაში მოხდა რევოლუცია რომ კულტურა არ არის მხოლოდ რაღაცა თქვენი ოპტიმიზმის კალათარი იმიტომ არის ეს სტერეოტიპი რომ მსახიობი თუ ხარ მშევარი ხარ რეჟისორი თუ ხარ არა პირისე რა აი თავის ეს აი ევროპის წამყვანმა ასე ვთქვათ გონიერებამ თუ შეგტვინებმა ასე ხო იყოს ტვინება რაც არის რომ კულტურა არის ერთ-ერთი დასაქმების არაჩვეულებრივი დარგი და ნუ კინო წარმოიდგინეთ ახლა დიდ კინოში ახლა ხაზენაბიჩის იყო ჩამოსული და 1000 ადამიანი მუშაობდა ეს ყოველდღიური სამუშაო და კადრში ჭირდებოდა 900 მანქანა ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია და კინო პირდაპირ არის მიბმული დასაქმებასთან და ბიზნესთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი დარგი არის და ძალიან მიხარია რომ TBC მეს ასე აიტაცა. ხო, აი მინდოდა მეთქვა, კარგია რომ ჩინოვნიკებმა თქვენი ოპტიმისტური ხედვით ეს ასე აღიქვეს და მაგრამ ამაზე უკეთესია ჩინოვნიკებზე უფრო მგონი ეფექტურია, როდესაც კერძო სექტორის და ბიზნესის სფეროდან მოდის ეს ინიციატივები და მათ რომ გაითავისეს ეს უფრო მნიშვნელოვანია კინოსთვის კონკრეტულად მე მგონი. შეგვიძლია ესე ვთქვათ ქალბატონო რომ კინოსამყაროს თავის შეთავაზება გაკეთებული აქვს. რასაკვირველია. და ჯერი ახლა არის თქვათ მივიბაძოთ შეგვიძლია ესე რომ თქვათ. მე კინოსამყაროს TBC-მ თავის შეთავაზება უკვე აჩვენა და გამოავლინა და ეხლა სხვა ნახოთ რა ეს. არა მე პროდუქციას გულისხმობ რა შემთხვევაში. ანუ შეიძლება კარგი დაფინანსებით ხარისხიანი კინოს კეთება, მაშინ ჩვენ უკვე დარწმუნებულები ვართ ბოლო წლების განმავლობაში. და უფრო მეტიც არასათანადო დაფინანსების პირობებშიც კარგად ფილმებს იღებენ. და ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ბოლო წლებში მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დაფინანსება კინოინდუსტრია, ვერ ახერხებდა მოეზიდა კერძო ინვესტიციები, მაინც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გამოჩნდა და ეს არის ყველაზე დიდი სტიმული ჩვენთვისაც. რამდენიც აი თუნდაც ის მაგალითი რომ 12 ფილმიდან 4-მა აიღო გრან-პრი, ესეც უპრეცედენტო. მართლაც აუცილებლად ჭირდება რომ იგრძნოს ხარში დგომა, რომ დაიკარგოს მომავალში. აუცილებლად ჭირდება. თქვენთვის სტიმული გრან-პრი იყო, ჩვენ გვინდა რომ თქვენ იყოთ სტიმული სხვა ბიზნესმენებისთვის, რომ ასევე ჩაუდგენ ხარში დაუდგნენ კინოცენტრს და რაც თავარია დაუდგენ ქართულ კინოს, ქართულ კულტურას. და მე ხო ვარ შენი სტიმული, რომ ხალხს გვიყურებ. გიყო. მეცაც გიყო მოვიდე. დღეს ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს რომ მოვიდნენ. დღეს 3 დასრულდა ჩვენი გადაცემა. ხვალ ისევ გეპატიჟებით ტელეეკრანებთან რომ უყუროთ სხვა შვედას იმავე დროს. დიდი მადლობა, გამარჯვებით.